ჩვენ ეთერში ვართ ისევ და როგორც თქვენცა დაგპირდა, თქვენც არ მოგატყუებთ არასდროს თქვენ განსაკუთრებით. ჩემი ნინო არ მომატყუებინებს. განსაკუთრებით როცა ამბობს, რომ ძალიან საინტერესო თემა გელოდებათ შემდეგ ბლოკში. მართლაც ასეა. მეც ვადასტურებ. დღეს გვაქვს ფაქტურად მეორე სერია, ნაწილი მეორე და ეს განპირობებულია იმით, რომ პირველ სერიას ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. საქმე კი ეხება მითებს პედიატრიაში. წინა სერიაში განვიხილეთ თითქოს ისეთი ჩვეულებრივი და საკითხები, რომელშიც ეჭვიც არ გვეპარებოდა. აღმოჩნდა, რომ არც მასე მარტივად ყოფილა საქმე. ძალიან ბევრ რამეში ვცდებით. მიუხედავად იმისა, რომ ბებიამ და დედამ ასე გვასწავლეს. ერთი სამეფო კარის თამაშებს ველოდებოდი და მეორე ამ სერიალს უყურებ, რა თქმა უნდა, მაგრამ მართლაც ესეა. სხვათა შორის, აი ამ ტელევიზიაში და განსაკუთრებით რუსთავიორის მიერ აი ამ სამედიცინო თემების ასეთი ჭრილით წარმოჩენამ ბევრს აუხილა თვალები, ასე ვთქვათ, ჭალებში ვიტყვი პირველ რიგში ჩვენ, რომელსაც გვეგონა რომ რაღაცები ვიცოდით, გვეგონა რომ სწორად უვლიდით ჩვენ შვილებს, სწორად მკურნალობდით, სწორად ვაჭმევდით და ასე შემდეგ, მაგრამ გვანცა ოჯახური კონფლიქტები წარმოიშვა იმიტომ ნამდვილად. თავებს შორის და დედა და მამი და ისინი ყველანი ცოტა ბრძოლებში არიან, იმიტომ რომ ჩვენ ესე გაგზარდეთ და მე მგონი ცუდები არ გაზრდილხართ. თუმცა ჩვენი სტუმარი, რომელიც ახლა შემოვა, სრულად საპირისპიროს ადასტურებს, რომ ხშირად ბებიები და წინათავების წარმომადგენლები ბევრად უფრო სწორად და ჯანსაღად უყურებენ გარკვეულ საკითხებს, ვიდრე თანამედროვე მშობლები. აი, ახლა სანამ გიჩხუბია, ჯობია შემოვიყვანოთ ეს ნანა მოგზავნით. რურუა პედიატრი და ჩვენი მითების მგრეველი. როგორ ხართ? გამარჯობა. სალამი. სალამი, ძალიან გუთხარია, რომ ისევ გმასპინძლობთ და სულაც არ დამავიწყდოთ ჩვენ ბოლოს რა შევხვდით ერთმანეთს, ეს იყო რამდენიმე კვირის წინ. საუბარი დაახლოებით ამ ფრაზით დავასრულეთ, მგონი რომ მაღალი სიცხე ტვინის გადაწვას არ იწვევს. კი. არ იწვევს. მე კი მოკლედ ესე გავახსენებ ჩვენ მაყურებელს, რომ წინა სერიაში საუბრობდით, ასე ვთქვათ, ჯამრთელად ყოფნის დროს ბავშვებს რა არ უნდა დავაძალოთ და რის გამო შევიკავოთ თავი. ახლა ნელ-ნელა შევიდეთ ავადმყოფნის დროს ბავშვებს როგორ არ შეუშალოთ ხელი, რომ იავადონ კარგად. მე მგონი ტემპერატურაზე საუბარი გავაგრძელოთ ღირს ნამდვილად. კი, მე მგონი ღირს, იმიტომ რომ ცხელება ჯერ ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია ბავშვებში ავადობის დროს და ასევე ყველაზე ხშირად უკავშირდება ხოლმე მითები ცხელებას. ამ შემთხვევაში ჩვენ მსოფლიოს არ ჩამოვრჩებით და ეს მსოფლიო ტენდენციაა. ცხელების შიში არსებობს ყველა ენაზე პრაქტიკულად და ყველა ქვეყანაში არსებობს ცხელების შიში. ანუ ამ მხრივ ჩვენი დედები და ბებიები არ გამოირჩევიან და ისევე ეშინიათ როგორც სხვა ქვეყნებში. თუმცა ამ შემთხვევაში ისე უნდა დაუბრუნდეთ იმ თემას, რომ ცხელება არის ძირითადად თავდაცვითი რეაქცია, ანუ ცხელება გვიცავს და არის მოყვარე და არა მტერი. შესაბამისად, არ უნდა მოვექცეთ როგორც მტერს, ანუ არ უნდა ვეცადოთ, რომ ცხელება დავამარცხოთ. უნდა მივცეთ საშუალება, რომ იბრძოლოს ორგანიზმმა, ანუ ცხელებას არ უნდა მოვერიოთ. თუმცა აქ არის გასათვალისწინებელი მეორე მომენტი, რომ ყოველთვის საერთოდაც თუ თავიდანვე ვიტყვით ესე, რომ ზოგადად მკურნალობა ჭირდება დიაგნოზს და არა ჩივილს. ანუ სიცხეს ცალკე, ხველას ცალკე, სურდოს ცალკე, არ ჭირდება ცალკე მკურნალობა. მკურნალობა ჭირდება დიაგნოზს და შესაბამისად გააჩნია ცხადია, რითი არის ცხელება გამოწვეული, იმის მიხედვით შეიძლება იყოს საშიში ან არასაშიში. აქვე ერთი კითხვა, რა არის რეალურად ცხელება? 27 და 1, რომელსაც უზომავენ 10 წუთში ერთხელ. მე მიცნობ მშობლებს, სულ თერმომეტრი უჭირავთ ხელში და ბავშვი არის სულ ამ მდგომარეობაში. ყველაზე ცუდი სიცხე. აი ესეც მითია. ესეც მითია, ძალიან სავარაუდოდ ეს მითი მაინც უკავშირდება ალბათ ტუბერკულოზთან დაკავშირებულ შიშს, როცა სუბფებრილიტეტი, ანუ სწორედ ესეთი 37.9, 27 და 8 ესეთი ცხელება ახასიათებდა, უფრო დაბალიც ახასიათებდა ტუბერკულოზს და ჩემი აზრით, მაინც ესეთი სიცხის შიში მოდის იმ პერიოდიდან. ცხელება ზოგადად განისაზღვრება როგორც ტემპერატურა 37.9-ზე უფრო
მაღალი, თუმცა მე მინახავს უამრავი შეცდომა დაკავშირებული სწორედ ესეთ დაბალ ცხელებასთან. და ცხადია, ნებისმიერ სიცხეზე არ უნდა ყოველ 2 საათში გაზომვა, არ უნდა ამისი გადაყვანა რაღაცა ისტერიკაში, ესე ვთქვათ, ხო? თუ თქვენ ხვდებით, რომ ბავშვს აქვს მაღალი ტემპერატურა, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა გაუზომოთ, იმიტომ რომ მისთვის კომფორტულ ტემპერატურამდე უნდა დავწიოთ, ხო? მაღალს ვეძახით 38 ნახევარზე უფრო მეტად ითვლება, ეს არის პირობითი შეთანხმება. ხშირად ამ ტემპერატურაზე ბავშვი არის პირიქით, რაღაცნაირად ცოტა უფრო გამოცოცხლებული, აქტიური, ბაღაჟღაჟებული. მანდ არის ესეთი სიტუაცია, რომ პირობითი შეთანხმება არსებობს ექიმების, ამას მსოფლიო ექიმებს გულისხმობ, რომ 38 ნახევარზე უნდა მიეცეს ბავშვს დამცველი. არა მანამდე. არა მანამდე, არც ერთ შემთხვევაში მანამდე. ცხადია, თუ ამ ცხელებას ახლავს დისკომფორტი, როგორც დისკომფორტის მოსახსნელს ან ტკივილ გამაყუჩებლად ამ შემთხვევაში პარალელურად რაღაცა სხვა ჩივილებიც ახლავს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში, კიდევ ამბობ, ეს არის ყველაზე უფრო ალბათ ხშირი შეცდომა, რომ სიცხეს ებრძვიან 37 ნახევარს, 38, 38 და 2-ს და როცა ეუბნები, რომ ამას არ ჭირდება დაწევა, გონიათ რომ პირიქით ტვინი იწვის. იცით რა, სინამდვილეში ყველა რეკომენდაცია არის გათვლილი იმაზე, რა არის უმჯობესი ბავშვისთვის და ესენი დათვლილია რა არის უმჯობესი ბავშვისთვის. შეიძლება ერთი ჩემი გამოცდილება მოუყვეს, სამწუხაროდ ქონდა შემთხვევა, რომ მოგვიწია სტაციონარში გარკვეული პერიოდით გაჩერდა, იქ რაღაც ბევრი პაციენტები იყვნენ ბავშვები, რა თქმა უნდა და ერთ-ერთი მშობელი ძალიან წუხდა იმაზე, რომ ხშირად უზომავდა ბავშვს სიცხეს და 37 და 2 ქონდა სულ. დაუძახებდა 37 და 2 აქვს, 37 და 1 აქვს, 37 და 3 აქვს და მე შემოვიდა ექიმი და უთხრა რომ სამანტყოფოს სიცხეს ხოჭი. უთხრა რომ გაანიავეო. ანუ სიცხის გაზომვასაც თავისი წესები აქვს, ესე გამოდის. შეიძლება ის რაღაც 0.2 ხაზი იყოს სულ სხვა რაღაცის განპირობებული და არა ტემპერატურა. როცა ესეთი სიტუაცია ხოლმე ამ შემთხვევაში, როცა საკამათოა, ნორმაა საერთოდ თუ არა, არა 37 და 2 ვთქვათ, 37 ნახევარიც იგივე. ამ შემთხვევაში უნდა გაიზომოს რექტალური ტემპერატურა. ანუ ეს არის სხეულის ტემპერატურა, რომლის ცვლილება არ არის დამოკიდებული კანის ტემპერატურაზე, იღლის განიავებაზე, ასე შემდეგ, სხვადასხვა ფაქტორებზე. ამიტომ, როცა საკამათო თემა, ამ შემთხვევაში უნდა გაიზომოს რექტალურად ტემპერატურა. 37 და 5-ზე რომ ტვინი არ იწვის, გასაგებია. არ მიკივით რა, არც 39-ზე არ იწვის. არც 40-ზე არ იწვის. კიდევ ამბობ, ჩვენ წინა პირველი სერიის დროსაც ხაზგასმით ვამბობდით, რომ ეს ეხება ძირითადი მოცემულობით ჯანმრთელ ბავშვებს. ხო, იქ თუ არის გულის პათოლოგია, რომლის დროსაც დისკომფორტი უფრო მატულობს ტემპერატურის მომატებასთან ერთად, თუ არის სხვა ჯანმრთელობის პრობლემა, ცხადია, არსებობს სიტუაციები, მაგრამ აქ ძირითადად ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელ ბავშვზე და ჩვეულებრივი ინფექციით, ანუ ვირუსული ინფექციით გამოწვეულ ცხელებაზე. ახლა აქ არ ითვლება თუ მძიმე მიზეზები, ვთქვათ, იგივე მენინგიტით, ანუ ტვინის ინფექციით გამოწვეული ესეთი ცხელება, ხო? ანუ ჩვენ ძირითადად ვსაუბრობთ ჯანმრთელ ბავშვებზე, რეგულარულ და ვირუსული ინფექციით გამოწვეულ ცხელებაზე და იგივენაირი ცხელებაა მათთვის 40 გრადუსი, 40 და 5-იც და პრაქტიკულად ამ დროს ტვინის დაზიანება არასოდეს არ ხდება. ხო, იგივენაირია როგორც 39 და 5. ბებიის მეთოდები, ასე ვთქვათ, მაღალ სიცხეზე მე ხაც მაჟოლებს მახსოვს ბავშვობაში, სველი, მარტო წინდები არა. ეს ჩაფუთ უნდა გაგუდვა, ფეხზე სველი და ცივი წინდები ამძმრიანი და ოფლის მოდენა. არის თუ არა ეფექტური და საჭირო. ოფლის მოდენა აუცილებელი არ არის. საერთოდ, იცით რა, დღეს იწევს რა თქმა უნდა. დღეს ვფიქრობდი სწორედ მითებზე ორი მიმართულებით. ერთი, როცა ეს მითი არაფერს არ უშავებს ბავშვს, იგივე, თქვათ ბატონების შემთხვევაში, როცა წითელ აქვს, უმღერიან, ურთავენ, ჩვეულებრივად არის, ხო? ეს მისთვის არ მხოლოდ ურთავენ და უმღერიან. ხო, არა, ეს კიდე სხვა თემაა, მაგრამ არის მითი, რომელიც აზიანებს, თქვათ და ჩვენ აი შემდეგ ალბათ კიდე ვილაპარაკებთ ამაზე. ამ შემთხვევაშიც, როცა ლაპარაკი არის ჩვეულებრივი ვირუსული ინფექციით გამოწვეულ
ცხელებაზე, მისთვის კომფორტული უნდა იყოს ის წინდაც, ჩაფუთვნაც, ანუ თუ ამცივნებს მაგ შემთხვევაში ცხადია უნდა დააფაროთ, როცა უკვე აიწევს მაღალზე ტემპერატურა, მისთვისვია კომფორტული რომ გახადოთ და უბრალოდ ოთახის ტემპერატურის წყლით დაზილოთ. არ არის აუცილებელი ძმარი არაყი, მე მინახია დამწრობის შემთხვევებიც, იმიტომ რომ ელემენტარულად დაავიწყდა მშობელს რომ ძმარი გაეზავებინა და ამიტომ ძირითადი მომართვის მიზეზი იყო ის რომ მთელი კანი იყო საშინლად დამწვარი. ასე რომ ჩვეულებრივი იგივე მოქმედება პრაქტიკულად აქვს ოთახის ტემპერატურის არ უნდა იყოს ძალიან გრილი. ანუ ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ რომ ბავშვის ტემპერატურა არის ისედაც 40 და არ არის აუცილებელი ცივი წყალი იყოს. ოთახის ტემპერატურის წყალიც არის დაახლოებით 25 გრადუსის, ხო? ეგრე რომ წარმოვიდგინოთ. ანუ საკმარისად გრილია რომ ორგანიზმის ტემპერატურა დავწიოთ. და შესაძლებელია რომ ეს ფიზიკური გაგრილების მეთოდები ცხადია ძალაშია დღემდე, იგივე კომბოსტო, იგივე რაღაცები. ეს გაგრილებაა, როდესაც 40 ხიანს კიდე რო გფუთნიდნენ საბნებში. არა, ჩაფუთნა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ტემპერატურა მაღლა იწევს და ამცირნებს. და მხოლოდ იმის მერე, რაც ტემპერატურა არის ძალიან მაღალზე ასული, ანუ ცხელება აქვს, ამ შემთხვევაში აქ არის მეორე, კი, სრულიად ეს არის ხოლმე შეუძლებელი, რომ ქართველ მშობელს აუხსნა, რომ ადიალიდან გახსნას ბავშვი, როცა არის ძალიან მაღალი სიცხით და რო ეუბნები, რომ უნდა ტანსაცმელი გავხადო, გიყურებს ხადია როგორც მტერს, მაგრამ ამ შემთხვევაში ორგანიზმს უნდა მივცეთ საშუალება, რომ სიცხე გასცეს, ტემპერატურა გასცეს. ხველებასთან დაკავშირებით თუ არსებობს რაიმე ისეთი განსაკუთრებული მითები? მე ყლაპის გარდა. მშობლებს, რომლებიც აი ხონი, რა ტოტყლაპი, თხის ხონი ისევ არის. რომლებიც აი დღეში 3-ჯერ 4-ჯერ თუ დაახველებს ბავშვი, გავარდებიან რაღაცა ხველების წამალს იყიდიან, აუცილებლად ამოსახველებელი მოკლედ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს განმარტოთ, ხო? ხველებაც ისევე როგორც სიცხე, ანუ ცხელება არის ასევე დამცავი რეაქცია ორგანიზმისთვის, ხო? ანუ ხველით ისუფთავებს სასუნთქზებს ორგანიზმი. ძირითადად ყოველთვის არის დამცავი რეაქცია. ანუ ყველა არსებობს ორნაირი, ერთი როცა ეს არის ნორმალური, ანუ ფიზიოლოგიური, აქვს ვირუსი, ცხვირი აქვს გაჭედილი, სასუნთქ სისტემაში ვირუსები მოხვდნენ და უნდა გამოისუფთავოს. ეს ნორმალური ფიზიოლოგიური მდგომარეობა. და მეორე, როცა ეს არის რაიმე პათოლოგიური პროცესის, თქვათ, ანთების, თქვათ, ბრონხოსპაზმის გამოვლინება, ეს უკვე უნდა გაარკვიოს ექიმმა, ეს ნორმალურია თუ არა. ეს ერთი. მეორე 4 წლამდე ასაკში პრაქტიკულად ამერიკის პედიატრთა ასოციაციას აკრძალული აქვს ხველის წამლების გამოყენება. ბაშა. ეს იმასთან არის დაკავშირებული, რომ უბრალოდ ბავშვს არ შეუძლია ამოხველება და სინამდვილეში ხველის წამლები აკეთებენ რას, რომ ნახველს ათხელებენ ოღონდ ამისი გადმოღრა არ შეუძლია ორგანიზმს. ანუ დაახლოებით იგივეა, აი 3 ლიტრიან კილოში რომ ჟელატინი წარმოიდგინოთ. ხო, ჟელატინი ხო ცოტა მოცულობას იკავებს, ამას რაღაცნაირად ერევა პატარა ბავშვის ორგანიზმი. ამას რომ აფუშფუშებთ თქვენ და გადმოღრა არ შეგიძლიათ. ხო, დაახლოებით იგივე მექანიზმი, ანუ არის ხოლმე მე უამრავი ნახველი და ეს ნახველი სად წაიღონ ხელოვნურად გაბევრებული ორგანიზმმა უკვე არ არის. და შემოდის თხის კონი. აქ შემოდის თხის კონი, ყველგან შემოდის თხის კონი, კიდე ამაზე უფრო ამ ხველის წამლებზე უფრო უსაფრთხოა და ლოიალურია ცხადია ამითი არაფერი. იცით რა, თხის კონი, სითბო, რაღაცები, ესენი არის შინაური მეთოდები, ყველაზე მწარედ მახსოვს ჩემი ბავშვობიდან ღამე, როდესაც ბორჯომი მახსოვს მე ყველაზე მწარედ. აი აქ მესვა თაფლი და ვიყავი სრულიად გაწეპილი და ზევიდან დათხლეშილი მქონდა კომბოსტო. იცით რა, არსებობს ამისი, მაგრამ მეორე დილას რო გავიღვიძე, შეაფასეს ჩემ მდგომარეობა რომ უკეთ ვიყავ. ხო. არა ემოციური მდგომარეობა. იცით რა, არსებობს მე ყოველთვის მე ვფიქრობ რომ ზოგადად ახსნა არის ყველაზე კარგი ვარიანტი, ისე რომ არც ბებიები გავაბრაზოთ, არც დეიდები, არც მამიდები, ხო? თუ უნდა ვინმეს რომ ბავშვს გაუკეთოს ესეთი მსგავსი რაღაცა. არსებობს ცივილური, თანამედროვე გამზადებული შესაძლებელი საშუალებები, რომელსაც აქვს კარგი სუნი, არ იწვევს გაღიზიანებას, ბავშვი არ გადის კედლებზე. ანუ არსებობს ამისი უფრო ცივილური მეთოდები. ეს შედის მოვლის მეთოდებში და ამაში ისეთი საშინელება, რასაც დანარჩენი რაც უკეთდება, თქო ესეთი საშინელება არის. ცივილური მეთოდია ინჰალატორი, ვთქვათ, მაგრამ მე რამოდენიმე შემთხვევა ვიცი, როდესაც აი ყოველდღიურ თუ არა დღე-გამოშვებით მაინც ხმარობენ ამ ინჰალატორს. სამთელობის დროსაც? ცივილური მეთოდია ინჰალატორი, გაცილებით ცივილურია ვიდრე
ვიდრე წამლების დალევა, ხო, ვიდრე წამლების დალევა ზოგადად ვირუსული ინფექციების დროს, ანუ სიცხის დროს, ხო? რატომ? იმიტომ რომ ერთი ჯგუფი, რაც ჩვენ ვთქვით, ეს არის ხველის წამლები, მეორე ჯგუფი ალბათ კარგი იქნება, რომ ვთქვათ, ეს არის ანტიბიოტიკები და ამ მხრივ არ ვიცი ალბათ რომელ ადგილზე ვართ ერთ-ერთ პირველ მოწინავე ადგილებში ვართ. ზედმეტი გამოყენების თვალსაზრისით, შესაბამისად აი ამ მწკრივში ინგალატორი იკავებს ერთ-ერთ ყველაზე ნამდვილად კარგი მას, იმიტომ რომ მხოლოდ ფიზიოლოგიური ინგალაციის გაკეთება შეუძლია გადაწყვიტოს ნებისმიერმა დედამ ჩვეულებრივი ხველის დროსაც. ეს არის პრაქტიკულად ორთქლიანი დაორთქლილი ჰაერი, მეტი არაფერი და ცხადია არ აზიანებს ფიზიოლოგიურით, ანუ და მაგრამ არა აქვს. და რა აქვს? მაგრამ ერთადერთი მაგრამ აქვს, აქ არის ბევრი მითი ამასთან დაკავშირებით. ერთი რაც ესეთი საოცარი მითია, რომ შეეჩვევა ინგალაციას, ხო? თავისით ვეღარ ისუნთქებს. თავისით ვეღარ ისუნთქებს. ეს ძალიან საოცარია, ხო, მაგალითად ლონდონში ძირითადად ესეთი ჰაერია, რაც ინგალატორში, ხო, და იქ არავის არაფერი არ გასჭირდება ამის გამო. ანუ ეს არის მხოლოდ დაორთქლილ ჰაერზე ლაპარაკი და ამისი შეჩვევა არ შეიძლება, ეს შეიძლება ნებისმიერი ხველის დროს აბსოლუტურად უსაფრთხოდ გამოიყენოთ. მეორე ცნობილი მითი, რაც ამასთან არის დაკავშირებული, ეს არის, რომ ინგალაციის შემდეგ არ შეიძლება ბავშვის გარეთ გაყვანა. ხელი ინგალაციის მერე, ცივის მერე კიდე არ აგვიშავს, მაგრამ ინგალაცია ხა ცხადია თუ დამდუღრეთ ბავში იმ წუთში სადღაცა ყინვაში არ უნდა გაიყვანოთ, მაგრამ ზოგადად ცხადია ინგალაციის მერე, იგივე პრინციპია, რომ დაორთქლილი ჰაერის მერე ცხადია გარეთ გაყვანა შეიძლება, ესეც მეორე მითი. მაგრამ არის დაკავშირებული ისევ სწორად გამოყენებასთან. ხო, ინგალატორში ჩასხმული წამალი არის იგივენაირი მედიკამენტი, რომელსაც ბავშვი იღებს ორგანიზმში. ამიტომ მაგრამ არის ის, რომ მშობელმა თვითნებურად არ უნდა გამოიყენოს იგივე ჰორმონი, იგივე ბრონქის გამაფართოებელი. მე მქონია ძალიან ხშირად შემთხვევები და ბოლოს გადავწყვიტე, რომ ძალიან დემოკრატი ვარ და ბევრის უფლებას გაძლევთ, თქო, ხუმრობდი, იმიტომ რომ ერთხელ როცა ინიშნება ბრონხოსპაზმისთვის, ანუ დაახლოებით ასთმის მსგავსი შეტევისთვის მედიკამენტი, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ჯერზე ამ ბავშვს მსგავსი მედიკამენტის გამოყენება არის შესაძლებელი, ან მშობელს შეუძლია გაარჩიოს მედიკამენტით გააკეთოს ინგალაცია თუ არა. გეთანხმებით, აი თქვენ გულისხმობთ იმას, რომ აი წინაზე რომ მქონა ვირუსი ჩვენ ესე მკურნალი და მოდი ახლა მშობელი წყვეტს თავად. ამ შემთხვევაში ეს ალბათ ექიმის პრობლემაც არის. მე მაგალითად სულ ვცდილობ, რომ ხაზგასმით უთხრა ხოლმე, რომ ეს არ არის ხველის წამალი. ამ წუთში როცა გინიშნავ, ეს ნიშნავს, რომ ამ წუთში ამ ბავშვს აქვს ბრონხოსპაზმი და შემდეგ ჯერზე არ არის ეს აუცილებლად ხველის დროს არ არის გამოსაყენებელი თვითნებურად, ხო? ეხლა რა მინდა გკითხოთ? აბა, ძალიან ბევრ ჩემ მეგობარს შვილები და შვილიშვილები, ვინც ყავთ საბავშვო ბაღში. ყველა აბსოლუტურად ერთნაირად ავათარიან. ჩემიც მახსოვს, სულ ცხვირი ქონდა გამოტენილი და მახსოვს უიძახდნენ, რომ აი წავა სკოლაში და აი ამას ყველაფერს მოილევს, რაც მოსალევი არის და მერე უკვე ნაკლებად იავანტყოფებს და აღმოჩნდა, რომ მართალია. ეს აი ძალიან კარგია, რომ ეს არ დაგვავიწყდა. ხო, რაღაცნაირად უკვე ყოჩაბათ არიან. ამას აუცილებლად უნდა უპასუხოთ რა, იმიტომ რომ სრულად შეუძლებელია ამაზე არ პასუხი. რაზე? იმუნიტეტის პრობლემა. ისეთი მოსხლეტით ვიტყვით ხოლმე, რომ იმუნიტეტის პრობლემა არის ერთ-ერთი უურთულეს სინამდვილეში, ვისაც აქვს, ეს არის ერთ-ერთი ძალიან რთული და სერიოზული პრობლემა და ჩვეულებრივი მორბენალი მოხტუნავე ბავშვი, რომელიც კედლებზე დადის, ცელქობს და ასე შემდეგ, არ შეიძლება კონდეს იმუნიტეტის პრობლემა, ხო? და ამასთან დაკავშირებითაც უამრავი ფული, წამალი, რესურსი იხარჯება იმისთვის, რომ იმუნიტეტი გაუკავშირდეს. ანუ ხშირად ავადობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ იმუნიტეტი აქვს დაბალი. ხშირად ავადობა აბსოლუტურად არ ნიშნავს, რომ ბავშვს იმუნიტეტი აქვს დაბალი. მეცაც გეტყვით, რომ დაუდაბლდეს ამ ავადობის დროს. არა, ბავშვის ორგანიზმი ყოველთვის, როცა იბადება, ჯამრთელს გულისხმობ ისევ. ცხადია, ეს იგულისხმება, ჩადებული არის, რომ ორგანიზმი არ იცნობს ვირუსებს, რომელიც მის ირგვლივ არსებობს, ხო? ამიტომ უნდა გაიცნოს. ისევე როგორც ჩვენ, როცა არ ვიცნობთ გარშემომყოფებს, თუ არ გავიცანით, ვერ დავიმახსოვრებთ, სწორედ ესეთივე მექანიზმი აქვს იმუნიტეტს, ანუ ბავშვის ორგანიზმა უნდა შეხვდეს და გაიცნოს ვირუსები და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება რომ ჩამოუყალიბდეს ნორმალური იმუნიტეტი. მხოლოდ ამის ხარჯზე აღარ ავადობენ 6 წლის შემდეგ ბავშვები. ძირითადად აღარ ავადობენ. ანუ ეს ნაცნობობა უნდა შედგეს და ეს ნორმალურია. ამას
შეცოდება არ უნდა შესაბამისად, რადგან ეს ნორმალურია, ბავშვის ორგანიზმი მზად არის ფიზიოლოგიურად ამისთვის. სოდვა, ჩემ მეგობრის არ შვილი არის, ცოტა. მე-6 ჯერ მიიყვანეთ ბაღში ეს ხშირია. მოუბრუნებენ. ცოტა მოყვეჩაღდება, მიიყვანეთ, მოაბრუნებენ. არა ეს ადამიანები გრძელდება ხოლმე ხართ. მხოლოდ თქვათ ბაღში მიყვანის შემდეგ ერთი სეზონი, მაქსიმუმ 2 სეზონი. ანუ ეს არ ეხება, ეს ცხადია აქ საუბრობთ ისევ და ისევ ვირუსულ ინფექციებზე და ეს არ ითვლება თუ ბავშვს დიდი მძიმე ინფექცია, თქვათ იგივე ფილტვის ანთება ემართება, ხშირად ყურის ანთება, ანუ ჩირქოვან ინფექციებზე არ არის აქ საუბარი, ხო? თუ ყელია ხშირად საერთაშორის ჩათრეული. იცით რა, ეს არის კიდე ერთი სერიოზული მითი, იმიტომ რომ ყველა ვირუსული ინფექცია, ზოგადად ყველა ინფექცია იწყება ან ცხვირით, ან პირით, ანუ ყელით. შესავალი კარიბჭე ჩვენ გვაქვს ყელიდან და ძირითადად ყველა შემთხვევაში, რახან ექიმი ეუბნება, რომ ყელია წითელი, ეგ არის დამნაშავე. ეს არის დამნაშავე. სინამდვილეში ეს ჩვეულებრივი ამბავია ყველა ვირუსის დროს, ყელი უნდა იყოს წითელი და ეს არ ნიშნავს, რომ ყელი აქვს სუსტი და რაღაცები უნდა უქნათ. ხო, იმიტომ რომ შემდეგი ის არის მითი, რომ თუ ყელი აქვს სუსტი, ლანდები ამოვაჭრათ, ხო? ნუ ამ ხრივაც საოცრად კატასტროფულ დღეში ვართ, იმიტომ რომ კატასტროფულ დღეში ვარ დროის თვალსაზრისის გამოდარება. ეს კი ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ იქნება მესამე სერია, აუცილებლად. ჩვენ ყველა ვიმახსოვრებთ ძალიან მნიშვნელოვან რამდენიმე კვირაში ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს, იმიტომ რომ მე მგონი ნამდვილად ღირს და რაღაც ისეთი მისაკისრეთ არა? მნიშვნელოვანი. მადლობა თქვენ კიდევ ერთხელ გემში დაბებით, ჩვენ კი შევხვდებით რეკლამის შემდეგ.